გამარჯობათ ამ ვიდეოში ჩვენ საუბარი გვექნება თუ როგორ მოვვნახოთ ჩვენთვის ასურველი მნიშვნელობა რამდენიმე ცხრილ შეერთებულად რადგანაც დაგვჭირდება name manager-ის და ფუნქცია indirect-ის გამოყენება. მოდით ნახოთ თუ რას აკეთებს თავად indirect-ი. G15 უჯრაში მოვახდინოთ მარტივი დამისამართება G14 უჯრასთან. რადგანაც ჩვენ პასუხად დაგვიბრუნდება რა თქმა უნდა G14 უჯრის მნიშვნელობა, მაგრამ თუ გამოვიყენებთ ფუნქცია indirect და ref text argument-ად ჩავწერთ G14 უჯრას, პასუხად გვიბრუნდება არა A4 ჩანაწერი, არამედ A4 უჯრის შესაბამისი მნიშვნელობა. ანუ indirect-ი აკეთებს შემდეგს. თუ მონიშნულ უჯრაში არგუმენტში წერია კონკრეტული მისამართის რეფერენსის შესაბამისი ტექსტური ჩანაწერი, მაშინ მას წაიკითხავს როგორც რეალური მისამართს და დაგვიბრუნებს ამ კონკრეტული მისამართის შესაბამის ჩანაწერს. ასევე შეიძლება სასურველი პასუხი მივიღოთ თუ გამოვიყენებთ name managers. ამ შემთხვევაში თუ დავარქმევთ კონკრეტულად B3 უჯრას სახელად text name box-იდან, შეგვიძლია ასეთივე არაპირდაპირი დამისამართებით თუ ჩვენ მოვნიშნავთ H14 უჯრას, სადაც წერია ტექსტურად სიტყვა text, პასუხად დაგვიბრუნება არა თვითონ ლათინური ასოებით ტექსტი, არამედ text name-ის ქვეშ არსებული მნიშვნელობა, ანუ B3 უჯრის მნიშვნელობა. ეს არის სწორედ მისი არაპირდაპირი მუშაობის პრინციპი და მოდით ახლა ეს გამოვიყენოთ უშუალოდ ჩვენი მიზნის მისაღწევად. როგორც ხედავთ, მოცემული გვაქვს სახეობის სვეტი, სადაც ვიწერია ხილი ან ბოსნეული და ასევე დასახელება. გვაქვს ცხრილი კონკრეტულად ხილისთვის და ცხრილი კონკრეტულად ბოსნეულისთვის, საიდანაც გვინდა დავაბრუნოთ რაოდენობის მონაცემები. იმისათვის რომ VLOOKUP-მა indirect ფუნქციას ერთად იმუშაოს, საჭიროა ამ კონკრეტულ ცხრილებს დავარქვათ შესაბამისი სახელები, დავუშვათ ჩვენს პირველ ცხრილს დავარქვათ ხილი. ისეთივე ანალოგიური ჩანაწერით და ფორმატით, როგორც არის მოცემული A-სვეტში. და ცხრილ ნომერ 2-ს დავარქვათ ბოსნეული. თუ ჩვენ მოვნიშნავთ უკვე სახელგადარქმეულ არეალებს, ნახავთ რომ name box-ში წერია სწორედ ის სახელები, რომელიც ჩვენ დავარქვით ხილი და ბოსნეული და მოდით ამჟამად უკვე მივუბრუნდეთ ჩვენს ფუნქცია VLOOKUP-ზე და გამოვიყენოთ ასეთი ჩანაწერი VLOOKUP. lookup value იქნება კონკრეტული დასახელება, ხოლო table area-ში წერთ ესეთ ვთქვათ უცნაურ ჩანაწერს, როგორიცაა indirect A4 უჯრა. როგორც წინა მაგალითებიდან თქვენ უკვე წარმოდგენა შეგექმნათ, indirect A4 უჯრა წაკითხული იქნება როგორც ხილი არეალი, ხილის შესაბამისი არეალი გახლავთ F3-დან G10 უჯრამდე დიაპაზონი და VLOOKUP-ისთვის იგი იქნება კონკრეტული table არეალი. მონახავთ სასურველ მონაცემს მეორე სვეტში და ზუსტი მნიშვნელობით. რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, რომ ორივე ცხრილი სასურველია იყოს სტანდარტული ფორმატის, იგულისხმება ამ შემთხვევაში VLOOKUP-ის შემთხვევაში ის, რომ სვეტების რაოდენობა იყოს იდენტური. სხვა რაიმე დამატებითი სახის პრობლემა რო არ შეგვექმნას. ვაჭერთ Enter-ს და თუ ჩვენ მას ჩამოვაკოპირებთ, მივიღებთ ანალოგიურ შედეგს, კონკრეტულად Alt-A-მი მოძებნილი იქნება ხილის ცხრილში, ხოლო კომბოსტო მოძებნილი იქნება ბოსნეულის ცხრილში. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არასწორად იქნებოდა ჩაწერილი რაიმე მონაცემი, პასუხები არ დაგვიბრუნდებოდა და გვექნებოდა error-ი NA. გადავიდეთ მომდევნო მაგალითზე და გავაკეთოთ ასეთი პირობა, შევავსოთ რაოდენობის სვეტი ყოველი დასახელებისთვის სხვადასხვა გვერდზე მდებარე კონკრეტული სახეობის ცხრილიდან და კვლავ გამოვიყენოთ name manager-ი და ფუნქცია indirect. როგორც ხედავთ,
მოცემული გვაქვს რეგიონები, შესაბამისი პროდუქტი და სულ შევავდეთ გაყიდვები, ოღონდ წინა მაგალითთან განსხვავებით ჩვენი მოწყილები განლაგებულია არა ამავე გვერდზე, არამედ გაბნეულია სხვადასხვა გვერდზე, კონკრეტულად თბილისის გვერდზე მოცემულია თბილისის მონაცემები, რუსთავის გვერდზე რუსთავის, ხოლო გორის გვერდზე გორის მონაცემები. ამ შემთხვევაშიც კვლავ ვარქმევთ კონკრეტულ გვერდზე არსებულ ცხრილის შესაბამის სახელებს. თბილისის გვერდზე დავარქმევთ თბილისი, რუსთავის გვერდზე დავარქმევთ რუსთავი, და გორის გვერდზე დავარქმევთ გორი. აქვე გეტყვით, რომ როდესაც name box ვიყენებთ, შექმნილი სახელის ეგრეთ წოდებული scope არის ავტომატურად workbook-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გამოიყენება ნებისმიერ ადგილას მთელ სამუშაო წიგნში, ანუ არ ხდება კონკრეტიზაცია, რომ მხოლოდ იმ სამუშაო გვერდზე გამოიყენოთ და არა სხვაგან. ამაზე დაწვრილებით კიდე მოგვიანებით ვისაუბრებთ სხვა ვიდეოებში. დავუბრუნდეთ ჩვენს ფუნქცია VLOOKUPs და ჩავწეროთ ანალოგიური ჩანაწერი VLOOKUP, როგორც წინა მაგალითში. VLOOKUP, მოვწეროთ lookup value, შემთხვევაში პროდუქტი B23-ში არსებული. Table area-ში იქნება უკვე indirect A23-ის მონაცემი, რომელიც წაკითხული იქნება როგორც თბილისი არეალი და ვნახოთ მეორე სვეტში ზუსტი მნიშვნელობით, როგორც წინა შემთხვევაში გითხარით, სიმარტივისთვის კარგია, როდესაც სხვადასხვა ცხრილებს ერთ და იგივე სვეტების რაოდენობა კონკრეტულ ფუნქცია VLOOKUP-ისთვის, თუმცა რა თქმა უნდა ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ერთადერთი დამატებით აღჭირდება გარკვეული ფუნქციების ჩართვა, რაც ოდნავ გაართულებს და ამ ეტაპზე ეს ვიდეოს დანიშნულება არ არის. გავაგრძელოთ ჩვეულებრივ ვაჭერთ ენტერს და ვღებულობთ შესაბამის მონაცემს 6218-ს. თუ ჩამოვაკოპირებთ და მონაცემებს გადავამოწმოთ, დავუშვათ თბილისისთვის AA1 პროდუქციის გაყიდვები არის სწორედ 26218, რუსთავისთვის AB1 უჯრის გაყიდვები არის 34255 და გორისთვის BC1 უჯრის პროდუქციის გაყიდვები არის 15909 და ასე შემდეგ ყოველი მონაცემისთვის. ვფიქრობ, კვლავ საინტერესო მაგალითი შემოგთავაზეთ და თუ გსურთ პირველება მიიღოთ ინფორმაცია ვიდეო ლექციებზე, თუ სერტიფიცირებასა და ტრეინინგებზე, დაგვიმეგობრდით Facebook-ზე, ან გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე. მადლობა ყურადღებისთვის.